ეთერშია მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში ახალციხეში ქართული ოცნების აქცია იწყება. სამცხე ჯავახეთში კოალიცია რეგიონების მასშტაბით ბოლოს წინა მანიფესტაციას მართავს. შემდეგ იქნება ზუგდიდის საარჩევნო კამპანიები 29 სექტემბერს თბილისში შეჯამდება. დღევანდების აქციის მიმდინარეობას და ტრადიციულად დააკვირდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, კოალიციამ აქცია უკვე გამართა თბილისში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ამბროლაურში. მეცხრე არხით თავაზობთ აქციის ტრანსლაციას ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ახალციხეს. Სიმართლის მეტირა მიწევნია თურმე რამდენი სიმღერაც მithქვამს სულ ყველა შეთვის და მიმღერანია თურმე რამდენი სიმღერაც მithქვამს სულ ყველა შეთვის და ძალიან ბევრი ხალხია, ნახე უკან, რამდენი ხალხია. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქ შეკრებისათვის. მივესალმები ნინო წმინდას, ახალქალაქს, ასპინძას, ბორჯომს, ადიგენს, ახალციხეს. მივესალმებით მთელ საქართველოს. მოგესალმებით თვითონ თქვენგანს, საქართველოს ამ მიწაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ისტორიულად ხომ სამცხე ჯავახეთი საქართველოს ის ნაწილია, სადაც ქართველებთან ერთად მრავალი სხვა ეროვნების კაცი საუკუნეების განმავლობაში უშიშრად სევდა ცხოვრების მძიმე ჭაპანს. დღეს აქ საქართველოს ამ ძველთაძველ მხარეში, სამცხეში, ახალციხეში შევიკრიბეთ, რათა დღეიდან ქართველებმა, სომხებმა, ებრაელებმა, აზერბაიჯანელებმა, რუსებმა, ბერძნებმა და სხვებმა ერთად ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, რომელიც სამშობლო იქნება ყველასათვის. საქართველოს გაუმარ! 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 დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გამოუცხადოთ მხარდამჭერა ერთმანეთს. რადგან ჩვენ სამშობლოს ახლა გადარჩენა სჭირდება და მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გადაარჩენს მას. ამიტომ ჩემო ხალხო, ჩვენ აუცილებლად უნდა გავემზადოთ გამარჯვებისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ 1 ოქტომბერს ამ მარჯვენებში ჩვენ გავემარჯვოთ. მე დასაწყისშივე მინდა წარმოგიდგინოთ გამარჯვებისათვის აუცილებელი. ჩვენ უნდა გავემარჯვოთ არა მარტო როგორც კოალიცია ქართული ოცნება სიით, არამედ აუცილებლად უნდა გავემარჯვოთ მაჟორიტარული არჩევნებშიც და აუცილებლად ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი მაჟორიტარები. მე მინდა წარმოგიდგინოთ თქვენი მხარის სამცხე ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები და ამავდროულად მინდა მოგიწოდოთ და იცოდეთ კარგად, რომ არჩევნებს ძირითადად იგებენ მაჟორიტარები, რომ იცოდეთ და აუცილებლად გარდა იმისა, რომ თქვენ ქართულ ოცნებას, პარტიას, კოალიციას ხარი უნდა დაუჭიროთ, ამავდროულად თქვენ კარგად უნდა გააცნობიეროთ, რომ ვინ არის თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი და აუცილებლად მასაც ხარი უნდა დაუჭიროთ. მე მათ წარმოგიდგენთ და შემდგომ კიდევ გავაგრძელოთ საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით. ბორჯომს წარმოგიდგენთ გედევან ფოფხაძე. ის გახლავს იურისტი, სამართალცოდნე,
თავისი საქმის კარგი პროფესიონალი. ბორჯომელია, კარგად იცნობს ბორჯომს და კარგად იცის თავისი კუთხის პრობლემები. ვინაიდან სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა საკრებულოში, იყო საკრებულოს თავმჯდომარე, გახდათ ბორჯომის რაიონის გამგებელი. კარგად იცის მშობლიური ქალაქის გასაჭირი, კარგად იცის მუშაობა, კარგად იცის მენეჯმენტი. მან მოახერხა და შეინარჩუნა პატიოსნება მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იყო ხელისუფლებაში. ის გახლავთ ძალიან ღირსეული კანდიდატი და მე ვთხოვ ბორჯომელებს, რომ მას მხარი დაუჭირონ და აუცილებლად ის გამარჯვებისკენ წაიყვანს მათ. ასპინძას წარმოგიდგენთ თემურ მაისურაძე. მას აქვს ძალიან დიდარი მშობლით ბიოგრაფია. ზეინკალ შემდგებლიდან საწარმოს დირექტორამდე მიაღწია მან და აქვს ყველა ტიპის გამოცდილება და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უნდა იცოდე შრომის ფასი, უნდა იცოდე მუშის ფასიც და უნდა იცოდე მენეჯმენტიც კარგად და მას ეს გამოცდილება აქვს საკმაოდ. 2011 წლიდან არის ტურიზმის რეგიონალური განვითარებისა და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯის ასოცირებული პროფესორი. ძალიან ღირსეული ადამიანია, ძალიან ღირსეული კანდიდატია და თხოვოთ კიდევ ერთხელ რომ მას ხარი დაუჭირონ ასპინძელებმა. ინოცმინდას წარმოგვიდგენთ ალბერტ ნურბეგიანი. თქვენ იცით რომ ინოცმინდა ძირითადად ალბერტი გზაში ეხლა დაგვეწევა მე მგონი ჩვენთან ერთად იყოს აი ახალქალაქში ერთად ვიყავით. თქვენ იცით რომ ძალიან გვიჭირდა ჩვენ ინოცმინდაში რამდენადაც ხელისუფლება ძალიან ძალადობს ადგილობრივ მოსახლეობაზე. თქვენ იცით რომ უმეტესწილად ინოცმინდაში ეთნიკურად სომხური მოსახლეობა გახლავთ. იქ იყო ძალიან დიდი ძალადობა, ყველაზე დიდი ძალადობა. ამდენხანს ოფისი ვერ დაგვექირავებინან ინოცმინდაში. ჩვენ ეს მოვახერხეთ, ოფისიც დავიქირავეთ. იქ კარგი კანდიდატი წყალ ძალიან ის მართალია იმ კუთხეში არ ცხოვრობს, მაგრამ იქედან აქვს ფესვები. ძალიან აქტიურობს და ჩვენ აუცილებლად ინოცმინდაში უნდა გადავტეხოთ სიტუაცია და შევქმნათ პრეცედენტი, რომ იქ ოპოზიცია გაიმარჯვებს. როგორც იცით, თქვენ ტრადიციულად ეთნიკურად ასეთ დასახლებულ ადგილში ინოცმინდაში ყოველთვის ხელისუფლების წარმომადგენელი იმარჯვებდა და წელს პირველად უნდა მოახერხოთ და შევქმნათ ამის პრეცედენტი. მივესალმოთ მათ და მიულოცოთ, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს. ადგილს წარმოგიდგენთ ჩემი სეხნია, ბიძინა გუჯაბიძე. იურისტი, მას ძალიან მდიდარი ბიოგრაფია აქვს, ძალიან მაგარი კაცია, რომ იცოდეთ. იყო ეროვნულ მოძრაობაში, მისი დასაბამიდან. იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამოაზროვნე. 1994 წელს დააპატირეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით. სამშობლოს უდიდესი პატრიოტი ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს, როგორ მოგწონთ? რამდენი უბედური ხელისუფლება გამოიცვალეთ, რამდენი უბედურება გვაქვს გადატანილი. მან ზვიად ძიძიგურთან ერთად დაარსა მოგვიანებით კონსერვატიული პარტია, პარლამენტის წევრი გახდათ, მაგრამ რამდენიმე თვეში როგორც კი ნახა, როგორ ახდენდა ძალაუფლების უზურპაცია სააკაშვილი, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ფიქრობდა და არა ხალხზე, კვლავ გამოიჩინა მისთვის დამახასიათებელი პრინციპულობა, დატოვა უმრავლესობა და გადავიდა ოპოზიციურ ფრაქციაში. იყენებდა საპარლამენტო ტრიბუნას მედია საშუალებების რეჟიმს ხილებისათვის, რომ ებრძოდა იმ ხელისუფლებასა, რომელთან ერთადაც მოვიდა და როგორც ნახა, რომ ხელისუფლება გამოუსადეგარია ჩვენი ქვეყნისათვის, იმ წუთშიც დაიჭირა სახალხო პოზიცია. და ესეთი კაცი ყავს ჩვენ და ასეთი კაცი გვჭირდება ზუსტად ჩვენ ჯგუფში და ძალიან მაგარი კაცია. თქვენ იცით, რომ ადიგენში ის კარვით შევიდა და დღეს ადიგენელების აბსოლუტური უმრავლესობა მასთან დგანან. თქვენ კარგად იცით ეს ისტორია ყველაფერი. შემდგომ წარმოგიდგენთ ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნორიკ კარაპეტიანს. ჩვენ ახალქალაქში შევჩერდით, პატარა შეკრება ჰქონდა და იქ ჩანს, როგორ ნორიკმა მოახერხა და გადატეხა სიტუაცია. ახალქალაქშიც როგორც იცით, ყოველთვის იყო სიტუაცია ისეთი, რომ იქაც ყოველთვის როგორც წესი ხელისუფლების წარმომადგენლები იმარჯვებდნენ. იქ ახალქალაქში სიტუაცია თითქმის გადატეხილია. ძალიან მობილიზებულნი არიან ხალხი. მათ ხალხ ძალიან კარგი კანდიდატი, ეს გახლავთ პედაგოგი, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის, ამასთან ერთად მას ხელისუფლებაშიც უმუშავნია და მენეჯმენტის გამოცდილება საკმაოდ აქვს. და მან კარგად აჩვენა დღეს დღევანდელ შეკრებაზე, რომ ახალქალაქში შეიძლება მოხდეს გარდატეხა და იქ რეალურად გაიმარჯვოს ოპოზიციის წარმომადგენელმა, რომელიც მოიყვანს ჩვენთან ერთად სახალხო ხელისუფლებას. და ბოლოს მინდა წარმოგიდგინოთ ახალციხის აქაური მაჟორიტარობის კანდიდატი
ქართული ოცნების სახელით ეს გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი პროფესორი გურამ უტალაძე. მოღვაწეობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში. მართალია წარმოშობით არის გურიიდან, მაგრამ მას აქ კარგად იცნობენ და აფასებენ. რამდენადაც ახალციხეში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ის ასავლიდა უნივერსიტეტში და ძალიან კარგად იცნობს ადგილობრივ მოსახლეობას და ძალიან კარგად იცის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებიც. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ და წარმოგიდგინოთ და ყველანი ერთად გაჩვენოთ ჩვენი 6-ვე კანდიდატი. ალბერტი გზაშია, თუმცა ჩვენთანაც იყო ახალქალაქში და იგვიანებს, ვინც წმინდან ჩამოვიდა. უნდა მოვახერხოთ ჩვენ, ყველანი მოვიდეთ 1 ოქტომბერს არჩევნებზე და უნდა მოვახერხოთ არა მარტო ქართულ კოალიცია, არამედ ჩვენს კოალიციას ქართულ ოცნებას, არამედ მაჟორიტარობის კანდიდატებსაც მივცეთ ხმა. ხშირად, ძალიან ხშირად ისმის და ძალიან ხშირად ახერხებს ჩვენი ხელისუფლება კიდევ რომ შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი საზოგადოება და ძალიან ხშირად ახერხებს ღირსეული წარსულის მქონე კანდიდატების წარმოდგენას საკუთარი მხრიდან. არ შეგეშალოს ხალხო, არ გაითვალისწინოთ არავითარი წასული იმ ხალხის, ვინც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. თქვენ კარგად უნდა გაიგოთ, რომ ის ნაციონალური მოძრაობის დამქაშია და ამ მოძალადე ხელისუფლებას, ამ სრულ ხელისუფლებას უჭერს მხარს და არაფერი არ შეგეშალოთ. აუცილებლად კარგი დასკვნა უნდა გააკეთოთ და არჩევანი უნდა გააკეთოთ არანაციონალური მოძრაობის კანდიდატზე, არამედ ჩვენი ქართული ოცნების კანდიდატზე. მაჟორიტარული კანდიდატების გაყვანით ჩვენ არანაკლები 50 მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა გავიყვანოთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ამით უნდა მივახციოთ ძალიან შთამბეჭდავ გამარჯვებას. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ხმა მიეცით აუცილებლად მაჟორიტარობის კანდიდატებს კოალიცია ქართულ ოცნებასთან ერთად. ესენი დარჩებიან ჩვენ. ვიასალმოთ მათ. აი ჩვენი მაჟორიტარების კანდიდატების გამარჯვებას გაუმარ! მაჟორიტარებს გავამარჯვებინეთ. ეხლა მოდი საერთოდ თქვათ, რას ვაპირებთ, როგორ მოვდივართ და რას გავაკეთებთ და როგორ უნდა მივხედოთ ჩვენ სამშობლოს და ამაზე მე მოკლედ მოგახსენებთ ჩემს გამოსვლაში. ამ ქალაქს, რომელშიც ეხლა ვდგავართ, თავდაპირველად ამაყის სახელი ლომის არქმევია. მოგვიანებით კი ის ჩვენმა წინაპრებმა ახალციხეთ მონათლეს. მაშინდელ სამყაროში ყოველი ქვეყნის შუაგულს ცენტრს აუცილებლად ქმნიდა ციხე-ქალაქი. სწორედ ციხე-ქალაქების გარშემო ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ხოლმე ქვეყანა. აქვე მდებარეობს ჩვენი კულტურის ერთ-ერთი უძვირფასესი სამკაული, ვარძია, ყლტეში ნაკვეთი, ქალაქი, რომელიც მეფე თამარის სახელს უკავშირდება და გამორჩეულ როლს თამაშობდა იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხოლო დღეს მთელი საქართველოს სიამაყეა. ჩვენ საქართველოს ისტორიას გაუმარჯოს, გაუმარ! აი უკანა ხალხი მინდა რომ გავახურო, ძალიან უკან დგას და თუ მიდის ხმა მაინტერესებს. უკანა ხალხს ვერ ვაქტიურებ და ძალიან ეხლა ჩანს რომ ხმა მიდის ნამდვილად და კარგია. ჩვენი წარსულისა და კულტურის განუყოფელი და სასახელო ნაწილია საფარა, ზარზმა, ხერთვისი, უმურდუ, თმოგვი, ფოკა. ამათ გარეშე წარმოუდგენელია საქართველოს ისტორია, წარმოუდგენელია საქართველოს ისტორიული ცხოვრება და ეროვნული იდენტობა. იმასაც ამბობენ რომ გენიალური რუსთაველი ამ კუთხის შვილი იყო და რომ აქ დაწერა მან მსოფლიო შედევრი, რომელიც ქართველებისათვის ბიბლიის ტოლფასია. მოგვიანებით მე-16-მე-17 საუკუნეებში საქართველოს ამ მხარეში სამცხე ჯავახეთში აღმოცენდა და ფეხი მოიგიდა საგანმანათლებლო და კულტურულმა ცხოვრებამ. ევროპელ მისიონერებთან ერთად ურთიერთობამ რომ მოიტანა, რაც დეტალურადაა აღწერილი მესხეთის მკვიდრის, გამოჩენილი მეცნიერის მიხეილ თამარაშვილის ჩანაწერებში. ქვეყანა თითქოს თავიდან იბადებოდა, მაგრამ განათლება და კულტურა ხომ დამოუკიდებლობას წარმოშობს. დამოუკიდებლობა კი ყოველთვის აშინებს შინა თუ გარე მტერს. კულტურასა და განათლებას ხომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოაქვს. სწორედ თავისუფლება ის, რასაც გამალებით ებრძვის ეს ხელისუფლება. ჩვენ არ გვინდა ხალხო კომპიუტერით შეიარაღებულ და შენიღბულ ბატონყმობაში დაბრუნება. ჩვენ განათლებულ, დამოუკიდებელ, პროგრესულ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა. სწორედ ამიტომ ემტერება ქართულ ოცნებას ასე ეს ხელისუფლება. ცოტა გავხურდეთ.
თავისუფლებისაგან სწრაფვა, ანუ განათლების, განვითარებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა ყოველთვის იყო ჩვენი ტრადიცია და ჩვენ ამ ტრადიციის ერთგული ჩებით. ჩემოკარგებო, მე სიამაყე თამამად ვახსენე თქვენთან, რადგან ვიცი რომ მართლაც ამაყობთ არა ერთი გამოჩენილი ადამიანით, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა თქვენთვის. მე მინდა რომ ყოველი თქვენგანი პირველ რიგში თავისი ცხოვრებით იყოს ამაყი, თავისი ოჯახის წინსულით იყოს ამაყი. ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშობა დანაშაული იქნება იცოდეთ, რომელსაც ვერც თავს ვაბადიებთ და არ ჩვილები გვაბადიებენ. ამიტომ უნდა მივიდეთ 1 ოქტომბერს არჩევნებზე და ერთად შემოვხაზოთ 41. მე გაძლევთ სიტყვას და მოგიწოდებთ არჩევნებისაკენ ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩემო ახალციხელებო, ახალქალაქელებო, ბორჯომელებო, ვალელებო, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ. მომეცით საშუალება რომ მე თქვენ უკეთესად ცხოვრების შესაძლებლობა მოგცეთ და რეალურად ამას ყველაფერს გავაკეთებ იცოდეთ. მოგმართავთ ქართულ ენაზე, ძველთაძველ ენაზე, რომელიც ცივილიზაციის მონაპოვარია. ჩვენი სიამაყეა და ვიცი რომ ამ ენას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ამ მხარეში განსაკუთრებით. დღეს ჩვენს შორისაც არიან ადამიანები, რომლებმაც სავარაუდოდ კარგად არიციან ქართული ენა, სახელმწიფოსთან ურთიერთობის ენა და ძველი წარმოსადგენელი არ უნდა იყოს, ამის გამო რამდენად აქვთ გართულებული ცხოვრება. არ შეიძლება კაცს ეს არ აწუხებდეს, რადგან ამის გარეშე ძნელია შენი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნო თავი. არავინ იფიქროს რომ მე ამ ადამიანებს განმკითხავ. ამის გამო ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტი პრობლემაა. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა თავის მოქალაქეზე ბოლოს ეს მისი მოვალეობაა. აი შემოგვიერთდნენ კიდევ ახალი ხალხი მოდის და მივესალმოთ მათაც. აი ძალიან დიდი გუნდი შემოგვიერთდა და საერთოდ ქუჩა იზრდება. პირველ ოქტომბერს ქართული ოცნების ახდენის დაწყებას გაუმარ! ძალიან ბევრი ხალხი შემოგვემატა და მათაც მივესალმებ. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებაში მისი ყოველი მოქალაქის სრულფასოვან ინტეგრაციას. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მრავალი პროექტი დაიგეგმა და თითქოს განხორციელდა კიდეც სახელმწიფო ენის შესასწავლად, მაგრამ პირი არ უჩანს ამ საკითხის მოგვარებას. ბევრი ჩვენი მოქალაქისათვის კვალ პრობლემად რჩება სახელმწიფო ენის არცოდნა. ქართული ოცნება გპირდებათ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ქართულად ლაპარაკი. შეძლონ ამ ქვეყნის განვითარებაში სრულფასოვნად მონაწილეობა და ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ხელს შეუწყობთ მათი მშობლიური ენის განვითარებას და ყოველხრივ დავიცავთ მას. საქართველოში სახელმწიფო ენის სათანადო სწავლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. ამაღლდება არა ქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების დონე, შეიქმნება ქართული ენის შემსწავლელი კურსები უფროსი თაობის ადამიანებისათვის. საჭიროების შემთხვევაში ამუშავდება თარჯიმანთა და მთარგმნელთა სპეციალური ქსელი. რაც მთავარია, ყოველივე ამასთან ერთად ჩვენი სახელმწიფო იმასაც მიხედავს, რომ არა ქართველმა ბავშვებმა საფუძვლიანად შეისწავლონ თავისი მშობლიური ენა და ლიტერატურა. ჩვენი სახელმწიფო არც მათ ენებს მოაკლებს ყურადღებას. აი ამას ვიდებით ჩვენ. ჩემი და ქართული ოცნების უმთავრესი მიზანი ისაა, რომ ჩვენ სახელმწიფოში ადამიანი ბედნიერი იყოს. ის კი, რომელ ენაზე გამოთქვამს უკეთ თავის სიხარულს, ეს მხოლოდ მისი საქმეა. ნამდვილ სიხარულს თუ მწუხარებას ადამიანი მხოლოდ მშობლიურ ენაზე გამოხატავს როგორც წესი. ჩვენ ქართულ ოცნებას ისეთი სახელმწიფოს აშენება გვინდა, რომელშიც ყველაზე თანაბრად იზრუნებს სახელმწიფო ეროვნებისა და აღსრულებლობის მიუხედავად. დიახ, ასე იქნება, რადგან ჩვენ პატივისცემთ ყოველ ადამიანს, ყოველ ცალკეულ ადამიანს. და ეს პატივისცემა იქნება საძირკველი, რომელზეც თავისუფალი საქართველოს სამართლიანი სახელმწიფო აიგება. აი ამას გვიდებით ჩვენ. 20 წელზე მეტია, რაც საქართველოს საბჭოთა იმპერიალიზმს დააღწია თავი და ვერ ეღირსა ნამდვილი თავისუფლების მოპოვებას. ამას თავისი მიზეზები აქვს, შინას და გარეთაც.
თუ გვინდა რომ ბოლოს და ბოლოს თავი დავახციოთ ამ 20 წლიან წარუმატებლობას, პირველ რიგში შინ არსებულ მიზეზებს უნდა გაუსწოროთ თვალი. ამდენ ხანს ჩვენ ხანდრომოჭმული ნაციონალისტური მითებით გვაბრუებდნენ ხანმექთამეობასა და დატაცებას ლამის ცხოვრების წესად ვიდგენდნენ. ახლა კი იმას ვთილობენ, როგორმე უსამართლობის, ტყუილისა და ელიტარული კორუფციის მორევში ჩათრეული ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ჭყვიალა ბუტაფორიად გადაგვიქციონ. მითხარით ერთი ეს იყო ქართველების ოცნება, ამას მოელოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაგან, ამას იმსახურებთ განა თქვენ, რა თქმა უნდა არა. და რომ არა, სწორედ ამიტომ მოვიდა ქართული ოცნება, მოვიდა რათა თქვენ 1000 ჯერ გამოვლილ ხალხს ის ოცნება აგიხდინოთ ამდენი ხნის განმავლობაში გულით რომ დაატარებთ. საქართველო, საქართველო. ამ 8 წლის წინ თითქოს გაჩნდა იმედი. მეც ისევე როგორც ბევრ თქვენთაგანს მოლოდინი გამიჩნდა, რომ ქვეყანა უარს იტყოდა ბევრ უკეთურობაზე და ახალი ქვეყნის აშენება რეალურად იქცეოდა. პირველ წლებში ამის ნიშნები შეიმჩნეოდა კიდეც და მეც რაც შემეძლო გვერდში ვედექი ჩემს სამშობლოს, სახელმწიფოს ვეხმარებოდი. არასოდეს დამითვლია, რამდენს ვიხდიდი ჩემი ქვეყნის დასახმარებლად, მაგრამ ახლა როცა დამანგრევლობას წაბებენ, გეტყვით რომ სხვადასხვა საქველმოქმედო მიზნით, ჩემ მიერ გაღებული თანხით, ხელისუფლების მაღალი ხელფასებიც რიგდებოდა, შენობებით შენდებოდა და რემონტდებოდა პოლიციასა და ჯარსაც ვეხმარებოდი. გაჭირებულებს ხელს უმართავდი. მაგრამ საბოლოოდ ქვეყანასა და ხალხს მაინც ბევრი ვერაფერი უშველე. სააკაშვილმა ისე დააძაბუნა ქვეყანა, რომ გაჭირებულ ადამიანს საბჭოეთი მოენატრა. ამაზე უარესი რა უნდა დამართო თავისუფლების მოყარე და ღირსების მქონე ჩვენ ხალხს. აი სწორედ ამიტომ არის სააკაშვილი თავისუფლებისა და ღირსების მოძულე. ამ ღირსობას პასუხი უნდა გაეცეს. ამაში დავრწმუნდი იმაშიც რომ ჩემი დახმარება სათავისოდ გამოიყენეს და იმაშიც დავრწმუნდი ერთხელ და საბოლოოდ რომ თუ გინდა დახმარებამ ნაყოფი გამოიღოს ადამიანს ფულით კი არ უნდა დაეხმარო, არამედ ფულის შოვნის კანონიერი გზა და საშუალება უნდა მისცე მას რეალურად. მხოლოდ ეს არის ნამდვილი დახმარება. აი ხალხო, ამის გასაკეთებლად მოვედი პოლიტიკაში და ამისთვის მოდის ხელისუფლებაში ქართული ოცნება. საქართველოს გაუმარ! აი უკანა ნაწილიც ამოქმედა, აი ზოგში ცდება ჩვენი ხმა და კარგია ძალიან. ჩვენ საკმარისი ცოდნაც გვაქვს, გამოცდილებაც, საერთაშორისო მხარდაჭერას და რაც თავარია, ჩვენ გვაქვს მტკიცე და ურყევი ნება, რომ ხალხსა და ქვეყანას ეშველოს. რომ საქართველოს ეშველოს. ჩემო მეგობრებო, სოფლიოში ცოტა ისეთი ადგილები, სადაც ასეთი წყალი, ასეთი ბალახი და ასეთი ტყეა. თქვენ მესხეთ ჯავახეთში ცხოვრებ ხალხს, ნამდვილ დემოკრატიას თავად თქვენი ზღაპრული ბუნება გასავლით. ნახეთ რა საოცრა და ერთმანეთს შეხამებული შემოდგომის ჟღალი, მესხეთი და ადიგენის წიწვოვანი ტყეები. გოდერძის უღელტეხილზე ზურმუხტისფერი ალპური ზონა და გასაოცარი სილამაზის ლეკარის უღელტეხილი. საიდანაც კავკასიონიც მოჩანს და შავი ზღვაც. განსხვავებულთა შორის ისეთ უნაკლო შერწყმას ადამიანი ალბათ ვერცფერასოდეს მიაღწევს, მაგრამ იმუშად კი ექნება. ემჯერა რომ ადამიანში აზროვნებასა და კეთილშობილებას სწორედ სილამაზე და მშვენიერება ბადებს. ამგვარ მრავალფეროვან ბუნებას კი მესხეთ ჯავახეთის გარდა აბას აგნახავს კაცი. ამ ხარეში ყველა კუთხე, ყველა რაიონი თავისებური და განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა. ბორჯომი, ბაკურიანი, აბასთუმანი მთელი საქართველოს სიმდიდრეა. მარტო აბასთუმანი რა დღირს, თავისი ბუნებით, გამჭვირვალე ჰაერით. აბასთუმანი ეკოლოგიურად სუფთა ადგილის ეტალონად ითვლება მთელ სოფლიოში, რომ იცოდეთ. და ამიტომაც აქვს მას განსაკუთრებული სამკურნალო დანიშნულება. სწორედ უნიკალური ატმოსფერული კლიმატის გამო შეირჩა თავის დროზე აბასთუმანი და იქ სოფლიო მნიშვნელობის ობსერვატორია დაარსდა. უნიკალური წიწვოვანი ტყე აკრავს ამ კუთხეს გარშემო. სწორედ ამ ტყეშია აბასთუმნის ჰაერის გამჭვირვალობის საიდუმლო და აი ახლა ეს ტყე იჭრება უმოწყალო და თუ დროზე არ შევაჩერებთ ამას,
თუ სწორად არ მივიღებთ გადამჭრელ ზომებს, უსწრაფად არ მივიღებთ გადამჭრელ ზომებს, მთლიანად შეიცვლება მიკროკლიმატი და კურორტის არსებობა ეჭვის ქვეშ დადგება. აღარც ობსერვატორია არსებობს, რომელიც დღემდე ევროპისა და აზიის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო თითულება და ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა. მე გვპირდებით, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულად იზრუნებს დაბასტუმანზე და ყველაფერს იღონებს, რათა მან თავისი განსაკუთრებული როლი და ადგილი დაებრუნოს. იზრუნოს იზრუნებს ინფრასტრუქტურის მოწყობაზე აბასტუმანი გვაქვს ხედულობაში. ეს ტურისტების დაინტერესებასა და მოზიდვასაც შეუწყობს ხელს და ჩვენი ხალხის დასაქმებასაც. რაც შეეხება ბორჯომს, მის უნიკალურობასა და მნიშვნელობაზე მთელი მსოფლიო შეთანხმებულია. ბორჯომის წყალს 100 წელზე მეტია საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული. უპროსთაობას კარგად ახსოვს, როცა ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე მსჯელობისას ბორჯომს ქვეყნის ეკონომიკის გადამრჩენადაც კი ასახელებდნენ. რა თქმა უნდა, ასეთი შეფასება რომანტიკული და გულიფრყვილო იყო, მაგრამ იმას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იმდენად მაინც ვერ მოულიდით და ვერ გამოვიყენებდით ამ ბუნებრივ სიმდიდრეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში არ ჩავარდნილიყო. 21 საუკუნეში ჩვენ ვეღარ ვუვლით ჩვენ სიმდიდრეს. ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად გაპარტახებული და მოშლილია, ხოლო ნაწილი სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მიითვისა. რომანეობის უნიკალური სასახლე სააკაშვილის ოჯახის პირად დასასვენებელ სახლადაა ქცეული და მას სულაც არ ადარდებს, რომ ეს სასახლე კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია. აი ასე აქვს მითვისებული მთელი საქართველო და ამიტომ ასე რომ ებღაუჭება ძალაუფლებას. ჩვენ ამას დავამთავრებთ 1 ოქტომბერს და ამაში გარწმუნებთ მე თქვენ და აუცილებლად გაემზადეთ გამარჯვებისათვის სიცოცხლე. პირველ ოქტომბერს ჩვენ არჩევნებში გამარჯვებას გაუმარ! აი უკან მაინც პასიურობენ, უკანები პასიურობენ ცოტა. კიდევ ხალხი გვემატება ზურგიდან როგორც ჩანს. ჩვენ ყველგან აღვადგენთ სამართლიანობას. აი ამას გვიდებით. ეს არის ჩვენი მთავარი დანაპირები. მე ვპირდები ბორჯომელებს, რომ ამ უნიკალური სიმდიდრით თქვენს ისარგებლეთ. ადგილობრივი მოსახლეობა. დღეს რომ მხოლოდ ერთ კამპანიას აქვს მონოპოლიზირებული მთლიანად მინერალური წყლის რესურსი, სრულიად იგნორირებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, ის რომ აბაწყურის ულამაზეს ტბას მაღალჩინოსნები დაეპატრონენ გართობისა და დროსტარებისათვის და ხალხს ოჯახის გამოსაკვებად თევზაობის საშუალებასაც კი არ აძლევენ, აი ეს უსამართლობა დამთავრდება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ. აი ამას გვიდებით ჩვენ. დღე ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის მნიშვნელოვანი სიმდიდრეა. ახლა გლეხს ტყეც წაართვეს და ერთი მუჭა მონოპოლისტების ხელში ჩააგდეს. გლეხმა ძალიან კარგად იცის, რომელი ხე უნდა მოჭრას. ეს ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა და ამიტომაცაა ტყე შემონახული. მაგრამ ახლა ჩვენს ხალხს ტყეში აღარ უშვებენ. სამაგეროდ ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთი ჯგუფი უმოწყალოდ ანადგურებს ჩვენ საყვარელ ტყეს. ხალხო, ჩვენ საკუთარი ხელით ვწვავთ ჩვენს ბუნებას, აბა გადახედეთ, სად იჭირება ასე დაუნდობლად ტყე როგორც ჩვენში. ნადგურდება სრულიად უნიკალური ბუნება, რომელიც ბევრ ქვეყანას სანატრებად აქვს, სანახავათაც კი უჭირს. მაშინ როცა ცივილიზებული ქვეყნები თავიანთ ბუნებრივ სიმდიდრეს თვალის შინივით უფრთხილდებიან, ჩვენი სიმდიდრე საზღვარგარეთ გაგვაქვს თანაც იაფად და კაპიკებად. და რას შემოგვაქვს სანაცვლოდ? მოსთხოვა ვინმე ხელისუფლებას პასუხი. აი 1 ოქტომბერს გავაკეთებთ არჩევანს და პასუხიც ეს იქნება და საბოლოოდ მოვთხოვოთ მათ პასუხი და გადაწყვეტილებაც შესატყვისი მივიღოთ. ამის პასუხი ზუსტად ის იქნება, რომ არჩევნებზე მივალთ ყველა და შემოვხაზავთ 41-ს. ქართულ ოცნება შემოვხაზავთ და მე გვპირდებით, რომ ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ყველა სადგივარს მივხედავთ. ყველგან დავამყარებთ წესრიგს და აღვადგენთ სამართლიანობას. დიახ, ჩვენ მოვალთ და დავამყარებთ წესრიგს, მაგრამ ეს იქნება დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული წესრიგი. წესრიგის დამყარება და არა ისეთი წესრიგის დამყარება, როგორც თქვენ იცით, რომ გადავსებული ციხეების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩაყრით და დაშინებით დამყარებული წესრიგი მხოლოდ დიქტატორული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი.
სინამდვილეში ამ ხელისუფლებამ ნამდვილი კრიმინალები გარეთ გამოუშვა და ზონდერ ბრიგადებში გადაანაწილა. არაერთი უდანაშაულო ადამიანი კი ციხეშია გამომწყდეული. ახლა ხალხს იმით აშინებენ თითქოს ჩვენ ყველა დამნაშავეს გარეთ გამოვუშვებთ. ხალხო, ჩვენ კი არ გამოვუშვებთ პატიმრებს ციხეებიდან, არამედ მიუკერძებელი სასამართლო განიხილავს ყველა უკანონო პატიმრის საქმეს და კანონის ძალით დავიხსნით მათ პატიმრობიდან. აი ამასაც გვიდებით ჩვენ. ყველა პატიმარი ჩვენი მოქალაქეა და მათი დროებით იზოლაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უარი უნდა თქვას თავის მოქალაქეებზე და არაფრად ჩააგდოს პატიმრების ბედი. ამ ხელისუფლებამ მრავალი უდანაშაულო ადამიანი პრობაციონერად აქცია. გარდა იმისა, რომ ეს დღეს ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა, ხელისუფლება მათ და მათი ოჯახის წევრებს შანტაჟითა და დაშინებით აიძულებს ნაციონალების სასარგებლოდ მუშაობას და არჩევნებში მათ მხარდაჭერას. ჩვენ არ ვაპირებთ პატიმრებთან ანგარიშორებას. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. ჩვენ ვიზრუნებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად მოახერხონ ადაპტაცია და სრულფასოვან ადამიანებად დაუბრუნდნენ ჩვენ საყვარელ საზოგადოებას. ჩვენ არც ერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი. ჩვენ გვპირდებით, რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისათვის თავარი ღირებულება იქნება. ჩვენ ვიქნებით ყველას კომაგი, ყველა ადამიანის, ვისაც სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება. სააკაშვილი დაჟინებით უმტკიცებს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ათასობით ადამიანს, რომ თუ ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ყველას სამსახურიდან გაყრის და ანგარიშს გაუსწორებს. ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ მსგავსი არაფერი მოხდება. რევანშიზმი და პოლიტიკური ანგარიშსწორება დაუშვებელია. ოღონდ აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა. ვისაც ძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, იქნება ეს მკვლელობა, წამება, საკუთრების წართმევა თუ სხვა დამოუკიდებელი სასამართლო კანონის ძალით გაასამართლებს. და აქვე ვიტყვი, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ვინც კი გაბედავს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, იგივე სასამართლო გამოუტანს განაჩენს ყველას. არც ერთ საჯარო მოხელეს, კიდევ ვიმეორებ, არ ემუქრება არავითარი ანგარიშსწორება, პირიქით მათ მიეცებათ რეალური საშუალება, რომ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და ანაზღაურება გაეზარდონ. და რაც თავარია დაებრუნონ ღირსება და ემსახურონ საკუთარ ქვეყანას და არა ერთ კაცს. მე განსაკუთრებით მინდა ამაზე აქცენტი გავაკეთო ჩვენი საყვარელი პოლიციის თანამშრომლებზე, რომლებიც დღეს შეიძლება ყველაზე დიდ ძალადობას განიცდიან ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებმა მოახერხა, ერთმა კაცმა მოახერხა და საკუთარ იდეოლოგიას დაუქვემდებარა პოლიციის ათასობით თანამშრომელი და მათაც აიძულებს ძალიან ხშირად შეასრულონ ის, რაც კანონით არ ევალებათ. მე განსაკუთრებით მინდა გაუსვა ხაზი. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი პროფესიონალი სპეცსამსახურის თანამშრომლები. იქაც უამრავი ღირსეული თანამშრომელია, იცოდეთ და ძალიან ბევრი ცდილობს, რომ არ დაემორჩილოს და არ შეასრულოს უკანონო დავალებები, რომელიც მოდის სააკაშვილისგან. მე ვპირდები მათ, რომ ჩვენ მოვალთ და მათ ეს აუცილებლად დაუფასდებათ. ისინი ღირსებას შეინარჩუნებენ, გააგრძელებენ თავისი პროფესიით მუშაობას და ღირსეულად ჩადგებიან თავისი სამშობლოს სამსახურში. მაგრამ ისინი, ვინც კანონდარღვევას ახორციელებენ, ისინი, ვინც ძალადობას ახორციელებენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება პოლიციელი, თუ გამყალბებელი, მასწავლებელი, თუ სხვა საჯარო მოხელე, იცოდეთ, რომ კანონდარღვევებზე ჩვენ ყველას მოვთხოვთ პასუხს. ყველამ მოეთხოვება პასუხი კანონის წინაშე, ეს კარგად გააცნობიერეთ ყველამ და არ დაექვემდებაროთ ერთი კაცის ძალადობას და არ მოახდინოთ კანონდარღვევები, აი ამისკენ მოგიწოდებთ ჩვენ. არავის ეგონოს, რომ ბოროტ მოქმედება დაუჯელი დარჩება, ვისი მომხრეც გინდა იყოს მისი ჩამდენი. მინდა დღეს ამ ქალაქიდან მიმართო ჩვენს ძმებს და დებს, ვისაც ჯერ კიდევ ჯერა იმ საფრთხის, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება ხელისუფლებაში, აღარც სახელმწიფო იარსებებს. სასაცილო და აბსურდია ეს ყველაფერი. აი ზუსტად მათი წასვლით ჩვენ ღირსეულ სახელმწიფოს ავაშენებთ და ღირსებას დაუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, რომ იცოდეთ და სულ ყველაფერი პირიქით იქნება. იმასაც გეტყვით, რომ არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოსათვის და ქვეყნისათვის ხელისუფლების ცვლილება ტრაგედია არ ყოფილა და ჩვენთვის კი არათუ ტრაგედია, არამედ ღირსების დაბრუნების თვალსაჩინო იქნება ამ ხელისუფლების შეცვლა და არჩევნებით მისი ძალადობიდან გათავისუფლება. სწორედ ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა იმაზე, რომ ხელისუფლება გარკვეული ვადით უნდა აირჩიოს
მოსახლეობამ და ისევ არჩევნების გზით შეიცვალოს იგი და აი ამას მოვახერხებთ ჩვენ ზუსტად 1 ოქტომბერს და ეს არის დემოკრატიის ცივილიზაციის მონაპოვარი და ეს მონაპოვარი უნდა დავიცვათ და დავიცვათ ძალიან მკაცრად 1 ოქტომბერს არჩევნებში. ამაში ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება და დემოკრატიული სამყარო დაგვიდგება გვერდში, ჩვენ სამართლიან ბრძოლაში მარტონი არ ვიქნებით, ამასაც გახსენებთ, ჩვენ ამის ჯერა და თქვენს გარწმუნებით. ეს უცხოელები იმდენჯერ გააწმილა სააკაშვილმა, რომ აღარავინ გახუჭავს თვალს მის მორიგ უკანონოებზე. თელმა სოფლიომ დაინახა ისევე როგორც ჩვენმა ხალხმა, რომ სააკაშვილისა და მისი ხელქვეითების წყალობით ცოცხალი დემოკრატიული ქვეყნის მაგივრად საქართველოს დემოკრატიის ფიტულად გადაიქცა. ამიტომაც კიდევ ერთხელ გარწმუნებთ გამყალბებლებზე, ვისაც გაქვთ მიდრეკილება არ იკადროთ, ჩვენ ყველაფერი გაათვლილი დანახული გვაქვს და ყველას გამოვაშკარებთ და ნუ შეირცხვენ თავს და გაყალბებულთ და თუ ძალით რაიმეს გადაწერას მოახერხებენ, არავინ თვალს არ დახუჭავს, იცოდეთ და არავინ ძალადობრივ არჩევნებს არ გაუფორმებს. ეს სააკაშვილმა კარგად იცით და არავინ შეცდომაში არ შეხვიდეთ და არ დაემორჩილოთ, იცოდეთ და არ მიიღოთ მონაწილეობა რაიმე უკანონობაში. რამე თუ თქვენ ამას მაინც ვერ მოახერხებთ და უბრალოდ თქვენ საზოგადოების თვალწინ გახდებით დასაჯელი და აი ამის პრევენცია გვინდა ჩვენ და ამიტომაც მოგიწოდებთ რომ არ გაბედოთ და არ მიიღოთ მონაწილეობა ასეთ აქციებში. დღეს ხელისუფლება პანიკაშია. პანიკა სხვა რა უნდა უწოდო კაცმა იმას რომ უცხოეთში მცხოვრები 1,5 მილიონი ქართველი ანუ ამომრჩეველ და 1/4 ხალხო ოღონდ საარჩევნო ყუთთან არ მიუშვას და არჩევნები ორშაბათ დღეს დანიშნა. სად გაგიგიათ ესეთი რამ? ორშაბათი დღე ჩვენთან დასვენების დღეს გამოცხადდა, მაგრამ საზღვარგარეთ ვინ გამოუცხადეს მას ორშაბათ დღეს დასვენების დღეთ? შესაბამისად ჩვენმა ხელისუფლებამ ისეთ პანიკაშია რომ მოახერხა რომ ისინი რეალურად ამოიღოს იიდან და ვერ მოახერხებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. კიდევ უფრო მზაკრული და შორს მიმავალი გეგმა ჰქონდა ამ ხელისუფლებას ჩაფიქრებული. სრულად უსაბუძო და უკანონოდ ჩემთვის დაკისრებული მილიონობით ჯარიმებს ქართულ ოცნებას საარჩევნო კამპანიისათვის დახარჯულად უთვლიდა. თურმე ნუიტყვით მილიონებს ერთმანეთს იმიტომ უმატებდნენ რომ არჩევნების შემდეგ აღმოჩენილიყო რომ ჩვენმა კოალიციამ უფრო მეტი დახარჯა ვიდრე ამის უფლებას კანონი ანიჭებს. და ამ საბაბით საერთმეად გამარჯობა და პარლამენტში შესულსუფლება. აი ეს უნდა და სააკაშვილს და ეს ჰქონდა ჩაფიქრებული მის ხელისუფლებას. მაგრამ არ შეგეშინდეთ ხალხო, ეს გეგმა მათ წყალში ჩაუვარდათ. ჩვენ უკვე დავიჭირეთ თადარიგი და მიმართეთ საერთაშორისო საზოგადოებას, უცხოელებს. ამ მიმართებმა და შეხვედრებმა შედეგი გამოიღო. ყველა ერთხმად აცხადებს რომ არაპირებენ თვალის დახუშვას არც ერთ თუნდაც უმნიშვნელო დარღვევაზეც კი. სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეწვიას ამერიკის მაღალი რანგის დელეგაცია, რომელსაც სახელმწიფო დივნის მოადგილე თომას მელია ხელმძღვანელობდა. აი რა განაცხადა მან, სიტყვა სიტყვით გეტყვით. ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის სწრაფას, თავისუფალი სამართლიანი და დემოკრატიული პროცესებისაკენ. ჩვენ მხარს არ უჭერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან კანდიდატს და მოუთმენლად ველით ჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას იმ ლიდერებთან, რომელთაც ქართველი ხალხი აირჩევს. იმავე განცხადებაში არის მოწოდება იმისკენ და იმედის გამოთქმა, რომ მოხდება რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცედენტი შეიქმნება საქართველოში. ამაზე პასუხი იცით რა აქვს სააკაშვილის იდეოლოგებს, რომ ამას ხომ ყოველთვის მოუწოდებდნენ რომ ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად უნდა მოხდესო. არასდროს არ მოხდა რა მსგავსი გარწმუნებთ. აბა 2008 წლის გადახედონ ან უფრო ადრეული, აი დღეს მოუწოდებენ ზუსტად რომ მშვიდობიანი გადაცემა უნდა მოხდეს ზუსტად ხელისუფლების და ამით ყველაფერია ნათქვამი რომ იცოდეთ და კარგად გაიაზრეთ ეს ყველაფერი. არ იფიქროთ ხალხო რომ სააკაშვილისათვის სულ ერთი იყოს უცხოელების მითითებები. ამ მითითებების წყალობითაა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება უკან რომ იხევს და უკან იხევს დიდი ნაბიჯებით. როგორც კი მკაცრი და კონკრეტული განცხადებები გააკეთეს ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციებმა, ხელისუფლებამ გადაავადა პარტიების ინკასო. თქვენ იცით რომ ყველა პარტიის ანგარიში იყო დახურული და იმ წამიერად გახსნეს. შეაჩერა ჩემი და კახაკალაძის ჯარიმების აღსრულება. გაათავისუფლა ქართული ოცნების ოფისი უკანონოდ შემოჭრილი პირებისაგან. 10 თვის განმავლობაში გაურკვეველი ხალხი ცხოვრობდა ჩვენ მინაში და პოლიციას არ გაყავდა ჩვენს ოფისში. მოხსნა თავისავე შემოვლებული სამარცხვინო ღობე, ვინც იყავით თბილისში, ოფისიც კი დააპატიმრეს პირველ ხანებში. აი მას სხვა რა ეწოდება, მე არ ვიცი. სასწრაფოდ როგორც კი ხმა ამოიღეს უცხოელებას, სასწრაფოდ მოვარდნენ და იმ დღესვე თავკუთმოგლეჯილები მუშაობდნენ. ღობეთ შემოხსნეს და ის გაუგებარი ხალხიც გაიყვანეს ჩვენი ოფისიდან. აღსრულების სამსახურმა შეაჩერა ჩვენი შემომწირველებისათვის უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმების გამო მათი ქონების აუქციონზე გაყიდვა. აპირებენ ყადაღა მოხსნან ტელეკომპანია მაესტრო სატელიტურ ანტენებსაც და მოხერხდება ანტენების გავრცელებაც. აი ეს ხდება რომ იცოდეთ რეალურად.
აი როგორც კი საერთაშორისო თანამეგობრობამ რეალურად ხმა ამოიღო, ყველაფერზე ამათ დაიწყეს უკან დახევა და ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ არც ერთ კანონდარღვევაზე თვალი აღარ დაიხუჭება და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვაკონტროლებთ ყველაფერს. არაფრის გაყალბების საშუალებასაც არ მივცემთ. ვერაფერს ვერ გააყალბებენ, იცოდეთ და არ დაუჯეროთ, როდესაც ეხლა სიცრუის მანქანით თქვენში ნიჰილიზმი უნდათ რომ დათესოთ, რომ არ მიხვიდეთ არჩევნებზე, სულ ერთია მაინც გავაყალბებთ. არ დაიჯეროთ, ყველანი მოდით არჩევნებზე, ყველა ხმას დავიცავთ, იცოდეთ. ვერაფერსაც ვერ გააყალბებენ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გადაწყვეტთ. საქართველოს გაუმართ! 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 აი, უტიფრად კითხავიან, მაგრამ ძალიან სერიოზულად დაიწყეს. უკან დაიხიეს უკან და კიდევ ძალიან მაგრად მოუწევთ უკან დახევა, რომ იცოდეთ. ასე დავახემინებთ უკან არჩევნებზეც და საბოლოოდაც გავისტუმრებთ მათ 1 ოქტომბერს. თვითონაც კარგად ხვდებიან და ხედავენ ამას ხალხო. ხომ გამოჩნდა რა მოხდა მათ შეკრებაზე ყრილობა რომ დაარქვეს. მთელი ძალები მოიკრიბეს. მთელი სახელმწიფო რესურსი ჩარდეს. ჯოხებით ერეკებოდნენ ხალხს და 150,000 კაცზე მეტი ვერ გამოიყვანეს ყველა კუთხე კუნძულში. აი ეს არის მატერიალური მხარდამჭერები, რომ იცოდეთ. კახეთში მაგალითად იმ ხალხის დიდი ნაწილი, რომელსაც სააკაშვილის შეკრებაზე აიძულეს მოსვლა, მეორე დღეს ჩვენს აქციას ესწრებოდა. სწორედ იმათი მონათხრობით ვიცით როგორ აშინებდნენ და აიძულებდნენ ნაციონალების შეკრებაზე მოსვლას. ხალხს კი აშინებენ, მაგრამ ხომ ყველა ნახეთ თვითონ როგორი შეშინებულები არიან. ამდენ ხანს ჩვენ მარტო სააკაშვილისაგან ვისმენდით 1000 სისაძაგლეს, რომელიც დიდი ხანია უხამსობაში გადავიდა. ახლა ამაში მისი ერთგული მერაბიშვილი და უგულავაც არ ჩამორჩენ. მერაბიშვილმა იკადრა და ისიც კი თქვა, რომ გაგვანადგურებს და გაგვაქრობს როგორც კლასს. ხომ არ გაგონდებათ ეს მუქარა ავატხსენებულ ბოლშევიზმს არ გაგონებთ, უფრო სწორად ლენინიზმს. როგორც ევროპელებმა უწოდეს, სწორედ ლენინიზმში დაძდეს მათ ბრალი სააკაშვილის ხელისუფლებას ამურიოდე კვირის წინ. მართლაც რომ უკან ბოლშევიკიზმისაგან მიგვაქანებს ნაციონალური მოძრაობა და თან სულ თავის პროგრესულობას ჩაშიშინებს ხალხს. მაგრამ აღარც უცხოელებთან გაზდით ნაციონალებს ტყუილები, წავიდა მაგათი დრო და წავა კიდევ უფრო ღრმად. უგულავას ისტერიკაც ამ რეგისტრში ლაპარაკი იმის ნიმუში იყო თუ როგორ არ შეიძლება მოიქცეს ადამიანი მით უფრო კაცი. გასაგებია რომ ეშინიათ, მაგრამ კეთილინებოდა თავი ხელში აიყვანონ. ნურც მოსახლეობას მოახვევენ თავს თავიანთ უბადრუკ შიშებს და ნურც საქვეყნოთ მოგვჭრიან თავს თავისი სიმხდალით. აი ასეთი გამოსვლები, ასეთი რიტორიკა ემუქრება ქვეყნის სტაბილურობას, სახელმწიფოებას და არყევს ადამიანების ფსიქიკას. მაგრამ ხალხო, ეს მათი აგონია, რადგან მათ მხარდამჭერი აღარ ჩინეგულებად და აღარც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კი მოვიპოვებთ დამსახურებულ გამარჯვებას, კანონიერად დავიცავთ მას, კანონიერადაც გავიფორმებთ და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრიც გავხდებით სულ მალე. ჩვენ გვირდებით, რომ ცუდი სიზმარივით დასრულდება ამ ხელისუფლების ამბავი. ჩვენ კი ჩვენი ქვეყნის მართვის უდიდეს პასუხისმგებლობას ავიღებთ, ჩვენ სულ ჩავბერავთ და კვლავ გავაცოცხლებთ საქართველოს და აი ამის ძირითად დაპირებას გაძლევთ მე დღეს ჩვენ, რომ ჩვენ ღირსებას დაუბრუნებთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს, ჩვენ საქართველოს. ჩემო მეგობრებო, მე დაპირებებს ადვილად არ ვიძლევი, ვინც კარგად მიცნობს. ამიტომ არაფერს დაკვირდებით ისეთ რის გაკეთებასაც მე და ჩემი გუნდი ვერ შევძლებ. პირველ რიგში რაც ყველაზე სასწრაფოდ მისახედია, როგორც არაერთხელ თქვით, ეს არის ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა. ასეთი არჩევანი ჩვენ შემთხვევით არ გაგვიკეთებია. ეს ის სფეროებია, რომელთა განვითარების გარეშეც არ არსებობს ცივილიზებული სახელმწიფო. სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობის შედეგია ის მდგომარეობა, რომელშიც ქართული სოფელი ჩავარდა. სოფლის დაკრინებასთან ერთად მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკეში აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის სირცხვილია ის, რომ დღეს ქართული სოფელი შიმშილობს, რეალურად შიმშილობს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყნის საწინდარია. ქართულ ოცნებას დაგეგმილი აქვს ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისთვის შექმნას 1 მილიარდიანი ფონდი. ამ ფონდის დახმარებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები ისარგებლებენ გრძელვადიანი ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხებით. დღეს სოფლის მეურნეობა ის ერთადერთი დარგია, რომელიც სამცხე-ჯავახეთს ასაზრდოებს. თუმცა ამ ხრივაც დიდი პრობლემებია. იყო დრო, როცა ვაზი სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთ წამყვან კულტურად ითვლებოდა.
აქაური ვაზი განსაკუთრებული გამძლეობითა და მაღალი საგემოვნო თვისებებით გამოირჩეოდა. სამწუხაროდ არაერთი უნიკალური ჯიში გადაშენების პირას არის მისული და იქ-აქა შემორჩენილი. ძნელია კაცმა გულგრილად უყურო როგორაა გაშიშვლებული უძველესი იშვიათი არქიტექტურის მქონე ისტორიული ვაზის ტერასები. სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ 2008 წლიდან ჩვენ სპეციალურად შექმნილ საცდელ სანერგე მეურნეობებში დავიწყეთ ქართული ვაზის ჯიშების, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის ვაზის ჯიშების მოძიება და აღდგენა. ამჟამად ამ მეურნეობებში დაცულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ვაზის 21 ჯიში და აღდგენილია. ახალციხური, თეთრი, ბეჟანა, თითა, მესხური, მარიამობის ვაზი, მესხური ჩიტისთვალა, მესხური მწვანე, ცხენის ზუძუ, მესხური მტევანდიდი, მესხური ყურძენი, ცხენის ზუა, ხარისთვალა, თამარის ვაზი, თხელი საფერავი, ცივანა მესხური, მესხური საფერე, მესხური შავი, სქელი საფერავი, მესხური წიკვა ძისეული. ჩვენ ხელს შეუწყობთ და დაგეხმარებით ამ რეგიონის ვაზის კულტურის აღორძინებასა და განვითარებაში. ამის პირობას მე გაძლევ და საფუძველი იმისა, რომ ეს ნამდვილად შესრულდება, ძალიან ბევრია გაკეთებული. თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდოთ, ნახოთ ჯიღაურასა და წილკანში, როგორი მეურნეობა უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში დაარსებული და როგორ ვახერხებთ ჩვენ სოფლის მეურნეობის მომავალში აღორძინებას. ამის პირობას გაძლევთ კარტოფილით განთქმულ რეგიონებში განსაკუთრებით ახალქალაქსა და ახალციხეში დღეს 2020 წელთან შედარებით 25% არის შემცირებული მისი წარმოება და მე მინდა შევახსენო ახალციხელებსა და სხვა კუთხის წარმომადგენლებსაც, რომ ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდით კარტოფილის ელიტარული თესლის გამოყვანისათვის. ამას დაჭირდა რამდენიმე წელიწადი, ჩვენ ეს მოახერხეთ და გაისად ყველა სოფლის მეურნეობის მოღვაწეს უფასოდ ექნება რეალურად ელიტური ჯიშის თესლის კარტოფილი და უფასოდ დაურიგდება მთელ მოსახლეობას. ეს რამდენჯერმე გაზდის რეალურად მოსავლიანობას. რამდენჯერმე გაზდის მოსავლიანობას. ჩვენ გარდა კარტოფილის ჯიშებისა, სხვა ჯიშების გამოყვანაზე, სხვა სათესლი ჯიშების გამოყვანაზეც მუშაობთ. ბოსტნეულის თუ სხვა ტიპის სოფლის მეურნეობის და ამასაც აუცილებლად მივაწვით ჩვენს გლეხებსა და ფერმერებს, რომლებსაც უზრუნველყოფთ ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა სათესლე მასალით. თუმცა სოფლის მეურნეობის აღორძინება წარმოუდგენელია გასახების ბაზრის გარეშე. ჩვენი ხელისუფლების უგონორობამ გლეხი ტრადიციული ბაზრის, რუსული ბაზრის გარეშე დატოვა, რამაც უკიდურესად მძიმე დღეში ჩააგდო სოფელი. სამწუხაროდ ვერც ახალი ბაზრების მოძიება შევძელით. ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან დღემდე არ წყდება ცილისწამებათა კასკადი, როგორც პირადად ჩემ, ისე ჩვენი ბლოკის წინააღმდეგ. მაგრამ ვერც თვითონ უარყოფენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის მეტნაკლებად დალაგებას ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ახლა სულ უფრო გაახშირეს ამ თემაზე ლაპარაკი. თუმცა ამის რესურსი მათ ნამდვილად ამოწურეს. მათი ხელისუფლების პირობებში ამ პრობლემას გადაწყვეტა არ უწერია. ამას ჩვენ მოვახერხებთ, ვიდებით და რეალურად შევასრულებთ კიდეც. ჩვენ შევძლებთ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას, რაც აუცილებელია ქართული სოფლის აღორძინებისათვის განსაკუთრებულ პირველ ეტაპზე. ჩვენ ავითვისებთ ახალ ბაზრებსაც და გვპირდებით, რომ მოყვანილი მოსავალი გაუყიდავი არ დარჩება. საქართველოში მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული დიდ შემოსავალს მოუტანს გლეხს, ფერმერს და მთელს ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორად გათვლილი და გააზრებული პოლიტიკით ჩვენი ქვეყანა თავს დაახსენს გაჭირვებას და ვეღარავინ შეძლებს უკან დაგვწიოს და შეაჩეროს საქართველოს სვლა თანამედროვე სამყაროსაკენ. დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მონოპოლი კი თვითმმართველობაა. ჩვენ გვპირდებით, რომ ქართული ოცნება დაამკვიდრებს რეალურ თვითმმართველობას. ჩვენი მოქალაქეები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარ ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში, თავად დაგეგმავენ ბიუჯეტს და იქნებიან მისი რეალური გამკარკველებიც. ისინი თავად მიხედავენ თავიანთ ხარეს, რადგან არავინ ისე არ იცის თავისი კუთხის სადგივარი, როგორც ამ კუთხის შვილებმა. კანონით იქნება განსაზღვრული ცენტრიდან რა თანხა გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობას და აღარასოდეს იქნება დამოკიდებული ამ თანხის ოდენება და გადაცემა არ გადაცემის საკითხი რომელიმე ჩინოვნიკის ნებასურვილზე. ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ. ამის სიტყვას მე გაძლევთ. მე გაძლევთ იცოდეთ და არც ერთი ჩვენი დანაპირები არ დაუქვემდებაროთ ეჭვებს და გაცილებით მეცაც გავაკეთებთ. იმაზე მეც გავაკეთებთ, რასაც გვპირდებით. ჩვენ ძალიან ძველ დაპირებებს ვიძლევით, იცოდეთ, ის რა ძალიან კაცრად გავს გათვლილი და ძალიან კარგად ვიცით, რომ აუცილებლად გავაკეთებთ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ უფრო მეც და გავაკეთებთ იმაზე მეც, რასაც არ ვამბობთ. არავისთვისაა უცხო, რომ დღეს ჩვენი
არავისთვის აუცხო რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯანმრთელობის დაცვის ელემენტარული პირობებიც კი არ არსებობს. ისინი სრულად მიტოვებულნი არიან სახელმწიფოსაგან. დღეს ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები უიქიმებისა და უწამლობის გამო იღუპებიან. ჩვენ გვპირდებით რომ სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას და იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. ჩვენი ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქეს ექნება სამედიცინო დაზღვევის პაკეტი. ჩვენ გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებას და ამას მიიღებს ყველა ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ჩვენ პენსიებს ისე გავზდით რომ ამით არსებობა შეიძლებოდეს. დავთვლით რეალურად რამდენია საარსებო მინიმუმი და ამ საარსებო მინიმუმს გავუტოლებთ პენსიასაც. ჩვენ ხალხს ადამიანურად ცხოვრების საშუალებას მივცემთ. არაფერს დავაყვედრით, იმიტომ რომ კარგად ვიცით რომ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდება განათლების სფერო. ყველა სოფელში აღდგება უფასო ბაგაბაღები და სკოლები, რადგან მათია დამოკიდებული არა მარტო განათლების საკითხი, არამედ მოსახლეობის დამაგრება და ისტორიული კუთხეების დაცლისაგან გადარჩენა. ჩვენ ასევე გადავდგავთ ქმედით ნაბიჯებს იმისათვის, რომ გაიაფთეს სასკოლო სახელმძღვანელოები. რაც შეეხება უმაღლეს ასწავლებლებს, ჩვენ ისეთ მექანიზმებს შევქმნით, როდესაც ნიჭიერ ახალგაზრდას შეიძლება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ფინანსური შესაძლებლობები მის ოჯახს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალციხის უნივერსიტეტს, რათა ის ჩვენი ქვეყნის განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად იქცეს. ახალციხის უნივერსიტეტმა თავისი სიტყვა უნდა თქვას თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების სწავლების საქმეში და ამ უნივერსიტეტში სწავლა პრესტიჟული უნდა გახდეს მთელი ქვეყნის ახალგაზრდებისათვის. სწავლება კი პროფესორ მასწავლებლებისათვის. მე გვპირდებით რომ დადგება დრო, როცა ახალციხის უნივერსიტეტის კურდამთავრებულს ღირსეული სამუშაო შრომის რეალური პერსპექტივა ჩვენშიც ექნება და უცხოეთშიც. აი ასეთი უნდა გავხადოთ ჩვენ რეალურად ახალციხის უნივერსიტეტი. მე კარგად მაქვს გააზრებული რომ განათლება მთავარია ჩვენი ქვეყნისათვის, რომ საქართველოს მომავალი განათლებას უკავშირდება. მეგობრებო, ახლა მინდა ისევ არჩევნებს შევეხო, რადგან სულ ცოტა დროა დარჩენილი 1 ოქტომბრამდე. როგორ შეიძლება არჩევნების დღეს განზე გადგომა იმ მოტივით რომ არავის არ ემხრობი, იმ მოტივით რომ არავინაა შენი მოსაწონი. ამას კონფორმისტობა ქვია, როცა საკუთარ მცირედ კეთილდღეობას უფრთხილდები. თავად კარგად ხარ მოწყობილი და სულაც არ გადადებს არც მისი და არც შენი ქვეყნის ბედი. მე კი ასე ცხოვრება არ შემიძლია. მე არ მასვენებ ჩემი ხალხის გასაჭირი, არ შემიძლია ამას გულგრილად უყურო. ვისაც არ სურს რომ რამე ეშველოს ამ ქვეყანას ეკრუცი მიუმხრობლობით დაადასტუროს თავისი ერთგულება ამ მოძალადე ხელისუფლებას, დაუდაღმოძალადე ხელისუფლებას, რადგან დღეს მიუმხრობლობა სინამდვილეში სააკაშვილის მომხრეობაა. დუმილი თანხმობის ნიშანიაო ნათქვამია. ყოველი ადამიანის გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხელისუფლებამ კარგად იცის ეს. ამიტომ აქვს გააფთრებული ბრძოლა გამოცხადებული ჩვენთან. ეს ხელისუფლება ხალხის გულის მოსაგებად ხანდრას არიგებს და ხანდრას. მინდა მიმართო ყველას. გამოართვით ხელისუფლებას ყველაფერი, რასაც დაგირიგებთ. ეს თქვენ გეკუთვნით. ეს იმ ნაძარცვის ნაწილია, რაც მან თქვენგან წაიღეს. ამიტომ ნუ მოგერიდებათ, რასაც გირიგებთ, აიღეთ ეს ყველაფერი. ეს არ არის მათი წყალობა. ეს მხოლოდ თქვენგან მონაპარის ნაწილია, იცოდეთ. გამოართვით ყველაფერი, რასაც გაძლევთ და საარჩევნო კაბინაში შემოხაზეთ ნომერი 41. აი ეს არ დაგავიწყდეთ. იმ კაბინაში თქვენ მარტო იქნებით, თქვენ სინდისთან დარჩებით მარტო და გააკეთებთ არჩევანს დღევანდელ ტყუილსა და ხვალინდელ სიმართლეს შორის, ამ წუთიერ სარგებელსა და ქვეყნის მომავალს შორის. ორიოდე კვირა და ეს ხვალინდელი დღეს გათენდება. გუშინდელი დღე კი ერთხელ და საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. გახსოვდეთ, ადამიანს მხოლოდ მომავლის შეცვლა შეუძლია, მაგრამ არასოდეს წარსულის. მიეცით ხმა თქვენს მომავალს, თქვენი შვილების მომავალს, თქვენი ქვეყნის მომავალს და შემოხაზეთ 41. საქართველო, საქართველო, საქართველო. ხალხო, ადამიანი ერთხელ ცხოვრობს ამ ქვეყანაზე და ამიტომ მისი ცხოვრება რაც შეიძლება თავისუფალი, ღირსეული და ბედნიერი უნდა იყოს. არჩევნების დღე ის დღეა, როდესაც ხელისუფლება ხალხის ხელშია.
ეს გადამწყვეტი დღეა. ეს დღე უნდა გამოვიყენოთ. ერთადერთი დღეა, როდესაც ხელისუფლება მთლიანად ხალხის ხელში გადადის და აუცილებლად სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ, იცოდეთ. საერთოდ ხელისუფლება და სახელმწიფოს ხალხს ეკუთვნის, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებულია. ეს ერთადერთი დღე განსაკუთრებულია და არც ერთ შემთხვევაში არ დაგეზაროთ. მიდით და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი. არ გაუშვათ ხელიდან ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსი. შემოხაზეთ აუცილებლად 51 არ დაგავიწყდეთ. რაც არ მეხერხებოდა ყველაფერი ვისწავლე პოლიტიკაში, ასეთი საკუთარ თავზე საუბარი საერთოდ არის სადაგება ჩემს ხასიათს და გაგებით მოეკიდეთ ამას და თუ გნებათ მაბადიეთ კიდეც, მაგრამ მართლა გჭირდება ხალხო. მაგრად უნდა მოიმართოთ, იცოდეთ. ტყუილად არ ვიძახი, ყველაფერზე უნდა წავიდეთ. არა კანონდარღვევაზე ოღონდაც, სამართლიანობით. რომ აუცილებლად მშვიდობიანად, ძალიან დიდი უპირატესობით უნდა გავიმარჯვოთ 1 ოქტომბერს და ამიტომ სულ ყველანი უნდა მოხვიდეთ და ამიტომაც მოგიწოდებთ ყოველთვის და ამიტომაც მინდა დღეს რომ არაფერი თავი არ დავიზოგოთ და დავიშუროთ. სამწუხაროდ ამ ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა მანკიერი, მაგრამ კარგად განვითარებული სისტემა, რომელიც ტყუილისა და სიყალბის იდეოლოგიას ემსახურება. ამ ტყუილსა და სიყალბეში უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ჩაითრია, რომლებიც ჩვენ შვილებს და ჩვენ სამშობლოს მომავალს ართმევენ, მაგრამ ახლა ვაცხადებ მთელი ქვეყნის გასაყონად. აღარ გამოუვათ გაყალბება. მე ვისაუბრე თავში და ვიმეორებ კიდევ ერთჯერ. არავითარი გაყალბება არ გამოუვათ. ჩვენ ყველა მათი მაქინაცია გვაქვს შესწავლილი და ყველა ამ მაქინაციის გამანატრელებელი მექანიზმი გვაქვს შემუშავებული. ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას, აი ამას პირდებით იცოდეთ და არავის არ დაუჯეროთ, რომ მოახერხებენ გაყალბებას. ვერაფერს ვერ მოახერხებენ. ჩვენ მხარდამჭერებისა და აქტივისტების მთელი არმია გვყავს, რომლებიც არ დაუშვებენ ნაცმოძრაობის კოორდინატორთა და გონდერ ბრიგადების პარპაშ ზუგნებზე. ყველა უბანს უცხოელი დამკვირვებლები გააკონტროლებენ. ყველა გამყალბებელი იქნება ამოცნობილი და ამის საშუალებებს თანამედროვე ტექნოლოგიები მოგვცემს, რომელსაც ჩვენ გაჩვენებთ, იცოდეთ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაჩვენებთ, როგორი ტექნოლოგიები გვაქვს ჩვენ დაფუძნებული, რომ ვერაფერს ვერ მოახერხებენ, იცოდეთ. იქვე გამოვაშკარებთ ყველას, ვინც კი გაბედავს და დაიწყებს გაყალბებაში მონაწილეობას. ამიტომაც მიმართავ ყველას, ვისაც ეს ეხება. ნუ ღარ შეეცდებით ბატონობო, სიყალბით ჩადენას, თქვენ ეს არ გამოგივათ და ამის პირობას მე გაძლევთ. თქვენ კი შემოსაყვარელო ხალხო, თქვენ მოგმართავთ. თქვენ 1 ოქტომბერს სამშობლოს ჯარისკაცებად უნდა იქცეთ. თქვენ სამშობლოს 1 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე აუცილებლად ჭირდებით და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. მოხვიდეთ და შემოხაზოთ 41. ქვეყნის ბედს წყვეთ, ქვეყნის ბედს 1 ოქტომბერს თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად გადაწყვეტ. ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს 1 ოქტომბერს ქვეყნის ბედს. და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვეთ, ჩემო თანამებრძოლებო. ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ვეღარავინ წაართმევს ხალხს თავის არჩევანს. ჩვენ ღირსებას დაუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ღირსებას დაუბრუნებთ და გავაერთიანებთ ჩვენს ხალხს. ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას. ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც აღარავის დასჭირდება ლუკმაპური საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა. საქართველოში დაცული იქნება ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება. სასამართლო იქნება სამართლიანი, მედია დამოუკიდებელი, ბიზნესი ხელშეუხებელი. ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ჩვენ საამაყო ჯარისკაცებსა და პოლიციელებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს და არა რომელიმე ხელისუფალს. საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ეკრება პოლიტიკური დევნის შიში. აი ამას პირდებით მე. საქართველო გახდება თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი. ჩვენ ერთმანეთს ჭირდებით, იცოდეთ 1 ოქტომბერს, ჩვენ ერთმანეთს ჭირდებით ამ ბრძოლაში და არ უღალატოთ და აუცილებლად მოდით არჩევნებზე. მხოლოდ ერთად გომით მოვიგებთ ამ ბრძოლას. ძალა ერთობაში არ დაგავიწყდეთ. ამიტომ არც ერთი კაცი არ დააგდეს და ყველანი გამოვიდნენ არჩევნებზე და ყველამ უნდა მისცეთ ხმა ქართულ ოცნებას. ჩვენ გზავს და მტკიცეთ გჯერა, რომ გავიმარჯვეთ არჩევნებში. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. საქართველო გაიმარჯვებს. ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას. ერთად დადგომა რომ შევძლოთ ბოლო იმ
არ არის წასული თელი ცხოვრება ვაცნება საცნება ქართული Gitxa semegu, momenti dirihit Susta bolas, vasuke priminit Turame visaulet kivinit Sakartvelos muqvala, hedi sekta špili Filisi, vede filmija, sija pase kadrebi Režisori kvatvoje, skore dva šauketri Harmicom sacijeti, goni redmen rolšiva Scenari šepšvali, publika šokšija Hvala pedi hartuli, namdili hartuli Kageba hartuli, kačoba hartuli Mr. Tree, Maulena hartuli Georgian Tree, Odsneba hartuli Mesmis hartula, Vaš hartula Dobra, kadmisi hartula Tebe smijem zelam ze asuli Tam čebi, tavi da prebjebam de kartuli Thank you, kartuli akcenti Movita dro Hekata get Mama vali treni Avihtinat kartuli arsneva Kartuli arsneva სანამ კიდევ ერთ სიმღერას გვიმღერებს შეგახსენებთ რომ 22-ში ზუგდიდი გველოდება სამეგრელო გველოდება 22-ში სულ ცოტა დარჩა ჩვენს გამარჯვებამდე იცოდეთ და მოემზადეთ გამარჯვებისთვის ქართველებო და საქართველოს მოსახლეობა მოემზადოს რეალური გამარჯვებისთვის 1 ოქტომბერს ჩვენს არჩევნებში გამარჯვებას გაუმარ აი ძალიან მაგრად გევარ და აუცილებლად გავიმარჯვებთ იცოდეთ გერქვა შენი სისხლია წითელი რაც არ უნდა გეცვა შენს დაიბადე შიშველი და თუ გამიჭირდა მითხარი ვინ მიშველის ან საერთოდ არ ვიქნები ან ვიქნები პირველი ხადახან ვიბნევი პასუხებს გთხოვ როგორ ავაშენო ის რასაც ვერ დაანგრევს დრო მოგმართავ შენობით ვიღურები მალა ხოლო შენ იცი ვინც ვარ მართლა სიყვარულს ვნახავ დიდ ოჯახს შევქმნი მოვივლი მსოფლიოს ისტორია შევცვლი ბოლოს გეტყვი ქართული ოცნება ავიხთინე დავიბადე სრემებში წასვლის გავიღიმებ აქვე გამარჯობა ცხოვრებას მოვედი მეშვიდე პალატა მეოთხე სართული დავიბადე პარიზში თავიდან ფეხებამდე ქართული ნახე რას გავს ქართველია თეთრია მოდი დავცინოთ სკოლაში ერთია გეკოდეთ სუსტი შეშლიათ ქართულ ოცნებას ვერ ხედავს
ის ჩემშია ვიყავი მარტო არავინ არ გავდა ყველა ცდილობდა ვერავინ ჩაგრავდა ჩემი მიზანი გეგონა სიზმარი მივახცე მოვალ და გერდო ხომ გითხარი და თუ ჩვენთან ხარ ბოლომდე დარჩი გასავდეს ვინ ხარ არიდი რო ხალხში მალე ყველა იამაღებს ჩვენით გვირდები ქართულ ოცნებას ვჭირდებით დრო მიდის დე აღარ ვარ ბავშვი ქვეყანა მენგრევა როგორ ვიჯდე სახლში მალე ყველა იამაღებს ჩვენით გვირდები ქართულ ოცნებას ვჭირდებით არავინ მელოდა არავის ჯეროდა ვიშრომე ვიბრძოლე შემძელი უთქველოდა მე თვითი მეგობრად შენი თვითი ფულს ყველა მსნობს არავინ იცნობს შემს გულს გონია დათელად ვიზრდებოდი გონია შემს ადგილას ყველაზე ბედნიერი იქნებოდი გონია თავსვი ვარსკვლავად საშივას გონია ნიუ-იორკში სახლში ვარ გონია არ მინახავს კიბილი და სიცივე Wa agustos me შესავით ვიტირე მე შესავით მეტკინა მეც მაქვს გზნობა მეც მყავს მტრები მეც ვიცის მობა შეუძლებელ შეძლებ ჩვენი ახალგაზრდული ფთა თელ ქვეყანას ვაჩვენოთ საბოლოს ვქვათ ქართული ოცნება ავიხდინეთ დავიბადეთ სემლებში სასვისი გავიღიმეთ და თუ ჩვენთან ხარ ბოლომდე დარჩი გასავდეს ვინ ხარ არიდი რო ხალხში მალე ყველა იამაღებს ჩვენით გვირდები ქართულ ოცნებას ვჭირდებით დრო მიდის დე აღარ ვარ ბავშვი ქვეყანა მენგრევა როგორ ვიჯდე სახლში მალე ყველა იამაღებს ჩვენით გვირდები ქართულ ოცნებას ვჭირდებით გამისცემეთ როგორ მომედით ამ ქვეყნად ვიხაროთ და გვიყვარ და დავიხავით ერთად უყურებდით სასტა ვეხებოდით ვარსკვლავს მედნიერ ბავშვობას არაფერი არ გავს გამისცემეთ როგორ ვივახციეთ მიზნებს როგორ ვეფერებოდით ჩვენი შვილების შვილებს გამისცემეთ როგორ არ გვინდა წასვლა არ ვიცოდით რა ბოლოდა აქ მართლა შეიძლება დღეს ვერ მხედა მაგრამ ვიცოდე რომ აქ ვარ და ყოველთვის შენს გვერდზე ვიქნები ქართული ოცნება მალე ყველა იამაღებს ჩვენით გვირდები ქართულ ოცნებას ვჭირდებით დრო მიდის დე აღარ ვარ ბავშვი ქვეყანა მენგრევა როგორ ვიჯდე სახლში მალე ყველა იამაღებს ჩვენით გვირდები ქართულ ოცნებას ვჭირდებით დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მომწანებისთვის და ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ დიდი მადლობა ესეთი მხარდაჭერისათვის დიდი მადლობა რომ ესეთი მაგარი მომართულები ხართ იცოდეთ რომ მთელი საქართველო მომართულია მთელი საქართველო ფეხზე დგას და აუცილებლად გავიმარჯვოთ 1 ოქტომბერს არჩევნებში და 1 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებით ქართული ოცნებების ასრულება იწყება ქართული ოცნებების ასრულებას გაუმარ გაუმარ ძალიან დიდი მადლობა ძალიან მაგრად გევართ გელოდებით 1 ოქტომბერს და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება ძალიან დიდი მადლობა ესეთი თბილი შეხვედრისათვის კარგად ზანდებოდეთ დაველოდოთ 1 ოქტომბერს და აუცილებლად დაველოდოთ დიდ გამარჯვებას ძალიან დიდი მადლობა